ახლა კი პოლიტიკური პარტიების წინა საარჩევნო კამპანიის შესახებ. არსაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძემ მეცხრე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ბლოკის ინტერესებს აღმაშენებლის ქუჩაზე გიორგი ძიძიგური დაიცავს. ახალგაზრდა კანდიდატი მოსახლეობას ყველა მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას, აქტიურ შეხვედრებს და მათი პრობლემების უშუალოდ გაცნობას პირდება. გამარჯვებისა და საკრებულოში შესვლის შემთხვევაში კი ის მთავარ ამოცანად ბათუმელების სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას ისახავს. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას პარტია თავისუფალი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა წარუდგინა. გაუწევს ლობირებას არამედ შეხვედრას გამართავს მის ოლქში. არასაპარლამენტო ოპოზიცია გიორგი ძიძიგური წარადგინა მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში. ის გახლავთ ჩვენი კოალიციის ბათუმის ტერიტორიაზე ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარობის კანდიდატი. ის იქნება ყველა საკითხის ლობისი და გამტანი და დამცველი ამავე დროს ყველა იმ თანამოქალაქის, რომელიც ცხოვრობს მის მაჟორიტარულ ოლქში და ზოგადად იქნება ბათუმელების ინტერესების დამცველი. მე მივხედავ სოციალურ თემებს, მივხედავ ასევე ინფრასტრუქტურას და მე პირველად გამოვედი დღეს ხალხთან შესახვედრად. ძალიან ხშირი იქნება ჩემი გამოსვლა და მე მინდა რომ ტრადიცია თუ აქციო აქ გამოსვლა და თითოეულ მათგანთან მისვლა და მათი პრობლემების, მათი გულისწყობის გაზიარება და ყველაფერი გავაკეთო მისათვის რომ უკეთესი მომავალი და უკეთესი ცხოვრება ქონდეს როგორც ბათუმს ისე ბათუმელებს.